პრეზიდენტი ეროვნული უმცირესობების საბჭოს წარმომადგენლებს შეხვდა ეთნიკური კუთხით დისკრიმინაციული მთავრობის შემთხვევებს, მოპყრობის შემთხვევებს მონიტორინგს გაუწევთ, განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ პრეზიდენტის მრჩეველმა ეთნიკური უმცირესობების საკითხებში სოფო შამანიძის თქმით, შეხვედრისას უმცირესობასთან დაკავშირებით არსებული პრობლემების შესახებ მოისმინეს და მათი გადაჭრის გზებზეც იმსჯელეს. პრეზიდენტის შეხვედრა ეთნიკური უმცირესობების საბჭოს წარმომადგენლებთან დაახლოებით 2 საათს გაგრძელდა. არის რასაკვირველია რაღაც საკითხები, რაც ისევ საჭიროებს განხილვას და სწორედ აი ამ საკითხებზე იყო დღეს საუბარი. ეს არის ენების სწავლების საკითხი სკოლებში და ეს მოგვარებადია და ჩვენ ვუცხარით მათ რა გზით შეიძლება ამ პრობლემების მოგვარება. იყო უფრო რთული პრობლემებზე საუბარი, როგორიც არის თქვათ ეთნიკური კუთხით დისკრიმინაციული მოპყრობა ამ ადამიანების მიმართ.